ეს ვიდეო საერთოდ დღის შუქს თუ ნახავ და ვერც კი წარმოვიდგენდი, იმიტომ რომ მოხდა ისე, ჩემი დამოუკიდებლად თუ ჩემი დაუდევრობით, რაც მოხდა მაინც მომხდარია, უკვე ვერც ვერაფერს ვერ ვიზავთ. ძალიან დიდი მასალა დავკარგე ამ ვიდეოს კეთებისა და საერთოდ ზოგადად გადაღების პროცესში. Რაღაც კადრები გადავარჩინე და ჩემი ჯადოსნური ხელებით და საუკეთესო მონტაჟით შევეცდები კომპენსირება გავუკეთო ამ ყველაფერს და წარმოგიდგინოთ ძალიან საინტერესო ვიდეო, რომელიც გადავიღე ბარსელონაში, ესპანეთში. დანარჩენი თავად განსაჯეთ თქვენს უკავშირს ველოდები კომენტარებში. ეხლა კი მოდით გადავიდეთ ვიდეოზე. პატარა შესავალი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ძალიან სერიოზულადაც არ მიიღოთ, აი ამ რაღაც ფუტიჯების კადრების დანაკარგი, მაგრამ ყველანაირად შევეცადე ის ემოცია სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც აღმედგინა და თქვენს თვალწინ გადამეშალა ის ლამაზი სანახაობა, რომელიც ნახე ამ მუზეუმში. მოკალათ დიდ სავარძლებში და წავედით ბარსელონაში. ტექნოლოგიური მუზეუმი ბარსელონაში. მოვედი როგორც იქნა მოვახციე. შორია სხვათა შორის ქალაქიდან დაახლოებით 40 წუთია სავალი თუ საცობები არ იქნა გზაზე. აქეთ კაფეტერია, ეხლა შესაძლოა შევდივარ, ნახოთ შევიძებ დილეს და შემდეგ უკვე დანარჩენს დაგათვალიერებინებთ რაც საინტერესო იქნება. იბეებიდან ამოსვლის შემდეგ მოვდივართ აი აქეთ მარცხნივ ტიკეტ შოპში. აქ იყიდება სხვადასხვა სახის ბრენდული რაღაც სათამაშოები. აქ უკვე იწყება პირველი ემოციები ტექნოლოგიური მუზეუმის და მივდივართ პირდაპირ ტიკეტ შოპში. ხო, აქ კი უკვე სუვენირები. დავაჩეკინოთ. აი ესე. QR კოდი დავანათოთ და გაიგეთ. აი ეს. ვოუ! რა სილამაზეა. ანუ მთელი მუზეუმი მოწყობილი აი ასე. დახვეული გზა ჩადის ქვემოთ და ასე შემდეგ. მთელი გზა აი ესე დახვეულია. ამ მუზეუმის სახელია Cosmo Caixa Barcelona, არ ვიცი სპელინგი სწორედ გამოვთქვი თუ არა, ესპანური ცოტა ისე წასაკითხად ჩემთვის რთულია, არ ვიცი და იმიტომ, მაგრამ მაინც 1998 წელს დაიკეტა და მერე 2004 წელს გაიხსნა რესტავრაციის შემდეგ და ამ შენობაში ბევრი რაღაც სხვადასხვა რაღაცები ხდებოდა. ძალიან ბევრი მოზარდისთვისაც და საერთოდ ყველა ადამიანს ურჩევა მუზეუმში ერთხელ მაინც წავიდეს, ძალიან საინტერესო მუზეუმია. მისვლა არ არის მაინც და მაინც ადვილი, ანუ ქალაქის ცენტრში არ არის, პირიქით საერთოდ ბოლოშია. კარგა გიჭირდება ყოველ შემთხვევაში მისვლა, 2 ავტობუსი უნდა გამოიცვალო თუ არ ვცდები სადღაც დაახლოებით. შესვლის ღირებულება სადღაც 6 ევროა, თუ გონება არ მღალატობს. და ბავშვებისთვის გონი 13 წლამდე დაჟე უფასოც არის. აქეთ სკოლები დადიან ბავშვები. აქეთ რიგები დგას. არ ჩუნდებიან, ჭიჭკინებენ, ყაყანებენ, მაგრამ არა უშევს. ყველაზე აღსანიშნავი ამ მუზეუმის ის არის, რომ ინტერაქტივი ზოგადად ბევრია. გამაგრაერთობიან ბავშვები, შეხედეთ. ყველანაირი ინტერაქცია. ეს არის თოკი, რომელსაც ატრიალებენ ხელი. კამერაში ცოტა ცუდად ჩანს, ალბათ იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ტრიალებს. მოდით ჩქარჩქარა უნდა დაატრიალო. ცოტა ენერგიულად. სართულები ჩემ დროს, როდესაც მე ვიყავი, ზამთარი იყო, ალბათ ამასაც დავაბრალებ. უმეტესობა, ესე ვთქვათ, პავილიონებისა ამ მუზეუმში დაკეტილი დამხვდა, ანუ ალბათ რაღაც აღდგენითი სამუშაოების გამო. ეს არის იმ ძველი ტელეფონების მუჭა, ესე ვთქვათ, რომელიც მე თითქმის
ყოველი თითოეული მათგანი ამ ტელეფონებიდან მქონდა აბსოლუტურად და წარმოიდგინეთ რამდენი ფული მაქვს გადაყოლილი. აი ეს ის მუჭაა, რომელიც ჩემ ხელში გაიარა. Newton Cradle. ესე ქვია ზუსტად ინგლისურად. ძალიან საინტერესო ინტერაქტივი ამ ცოტას ჩართულია შუქი, როგორც ხედავთ, წყალი ჩამოდის ჩვეულებრივი ნაკადით და აქ გვაქვს ესე ვთქვათ განათება, პროჟექტორი. როდესაც განათება სწრაფდება და უფრო ჩქარი ციმციმე აქვს, ვიზუალური ეფექტი იქნება ისეთი, თითქოს წყალი ერთ ადგილას დგას. დააკვირდით. მოუმატოთ დავაკლოთ სიჩქარეს, მოუმატოთ სიჩქარეს. ამ წუთას ისეთი ვიზუალური ეფექტი იქნება, თითქოს წყალი ერთ ადგილას დგას. დაიწყო პირველი სილამაზეები. მუზეუმი ძალიან საინტერესოა, სხვათა შორის აქ მოყავთ სკოლიდან ბავშვებიც, რა თქმა უნდა მოზრდილებიც დადიან. ესეც ჩვენი ყინული. ანუ ხელს კიდევ გაყინულია, ძალიან ცივია, მაგრამ შელი არ არის. შრალია. თუმცა შრალი ყინული ცოტა არ იყოს საპასლია. ესეც ჩვენი პირველყოფილი ადამიანები. როგორც ჩანს, ჩხუბი მოუვიდათ ამ ორ ჯიგარს. და აგერ წევს, მაშ ბატონო. აქეთ ჩვენი მეთევზე. რა საინტერესოა ფიზიკა, დააკვირდით, აქედან ქვევიდან ამოდის ჰაერის ნაკადი. მაღლა გვაქვს ორი ბურთი. როდესაც ჩავთავთ აი ამ ჰაერის ნაკადს, აი აქედან დააკვირდით რა მოხდება. 1 2 3. ბურთებმა ერთმანეთი მიიზიდეს. აი ამ ჰაერის ნაკადის ფარგლზე. ანუ ჰაერის ნაკადი იმდენად სწრაფად მიდის, აი ესე ბურთებს შორის, რომ აი ეს ჩატრიალებული ჰაერი აკეთებს იმას, რომ ამ ბურთებს იზიდავს ერთმანეთი. შეგიძლია ნახო როგორ ხდება შუქის გარდატეხა ლინზის შემდეგ. ზუსტად ასეა მოწყობილი დაახლოებით ჩვენი კამერები და თუ დახედავთ, ეს არის კამერა და შეხედეთ როგორ შემოდის გამოსახულება, როგორ გარდაიტეხება ეს გამოსახულება. აქ არის სენსორი ჩვენი კამერების და შემდეგ აი ესე გარდატეხილი შუქი შემოდის აი აქ სენსორში. ესაც პირველი იარაღები. აი ესეთი კიდურები ქონდათ ჩვენს ძველ დინოზავრს. ესაც ძველი მამონტის ჩონჩხი. ხო, ეს კი ძალიან ლამაზი ადგილია. აქ შეგვიძლია ვნახოთ ძალიან ბევრი ჯიშის თევზი. შეხედეთ რა სილამაზეა, მაღლა ხე, ესე ბუნება და ქვევით წყალია სავსე. უები დაცურავენ, თევზები დაცურავენ და ბავშვები ტვინს აღარ დავამთავრებ. Yes. And keep up the good work of being quiet. You can talk but quietly and no running. 1 minute. But guys, be very quiet. ამ თევზის ცხვირი არ მომწონს, ჩემზე უარესია. ვოუ, რა მხელა თევზებია.
აი ხელი შეხედოთ და თევზი რომ ხელაა. აქედან მხარე მოწყობილია აკვარიუმივით, შუშაა მთლიანად და მაღლა ხეები და ჯუნგლების რაღაც ესე ვთქვათ ეფექტი და ინტერაქცია გაკეთებული. თუ ახლოს მიეყუდები აკვარიუმს, ისეთი შთაბეჭდილება გექნება, თითქოს შიგნით წყალში იმყოფები პირდაპირ. აი ესე თავს თუ მიაბჯენ, გონია რომ შენ თვითონ ხარ წყალში და ერთ-ერთი თევზი ხარ და ერთ-ერთი მათგანი ხარ. ძალიან ლამაზია. შუშის მაღლა კი ჩვეულებრივად ჯუნგლებია და თითქოს აი ესე გვერდიდან რაღაც მატრიცასავით უყურებ აი ამ ბუნებას. უზარმაზარი თევზებია შიგნით და ძალიან ლამაზად გამოიყურებიან სხვათა შორის. ახლოს რომ მოდიან ისეთ შთაბეჭდილება გექნება, თითქოს უნდა მოვიდეს და გეცეს და გიკბინოს და ასე შემდეგ. თუ უკანა მხარეს წამოხვალ და დაიშლება აი ესეთი პანორამული აკვარიუმი. აქ როგორც ჩანს, შეგიძლია დაჟე შემოხვიდე აი ამ ჯუნგლების პარკში. აქ კი რაღაც გაურკვეველი სახეობის ფრინველები არის. სხვათა შორის სიჩუმეა და ცოტა არ იყოს ჩახუთულივით არის აქაურობა. აქ კი აი ეს დიდი თევზები, რომლებიც ვნახეთ აკვარიუმიდან. ეს გოგო აჭრევს მაღლიდან უყრის და რაღაც საშინელი ხმაურია. ბარაკუდას მაგვარი თევზია მე მგონი. ეხლა კი ჩავხედოთ ყოველ საჭმლის ჩავარდნაზე რა ხდება ქვევით. აქ კი გვაქვს სხვადასხვა მწერების გამოფენა. ყოველი მათგანი ნამდვილია სხვათა შორის. აქ აუდიტორიებია, როგორც ხედავთ, ანუ სკოლებს შეუძლიათ მოვიდნენ, ჩაატარონ სხვადასხვა გაკვეთილები, ლექციები და ამ ყველაფერში ხელს უწყობენ, რა თქმა უნდა, მუზეუმები და გალერეები და გამოფენები და ასე შემდეგ. ესეც ჩვენი მუზეუმი. კარგად, peace.